Mağlam tasmodga, mağlam tasmodga, mağlam tasmodga, utsxobrin veli, tedriptiani, ჩემი მშობლიური სოფელი ღები რივნის სათავეში იმყოფება, აქედან რივნის სათავემდე არის დაახლოებით 20-24 კილომეტრი. მე დავიბადე გავიზარდე სოფელ ღებში 1959 წელს. ცხოვრობ აქ, მიხდება ხანდახან გასვლა, გამოსვლა. მიყვარს ჩემი სოფელი. ძალიან მიყვარს, ძალიან ავარ აქაობა შეგვებული. ბევრი შანსი მქონდა ასე რომ ვთქვა სხვა ქვეყნებში მეცხოვროს, მაგრამ დავთმე ყველაფერს და აქ ვცხოვრობ. ასე რომ ღები მთიანი, კლდიანი, მყინვარებით შემოფარგლული, სახლ-საცესი ბევრი, საძოვრები კიდევ უფრო მეტი. დიდარია, წიაღისეულითა ძალიან მდიდარი ჩვენი მთები. ხვალა 7 მარტი. ხვალ არის ჩვენი ღების დღესასწაული. დიდება ბრძანე. ჩვენთან იყო ეკლესია. თქმულება ასეთია, რომ გადმოვიდნენ სვანები და ხატი მოგვყარეს ჩვენი ეკლესიიდან. ღებელებმა იუკარგეს ეს, რა თქმა უნდა, ეს შეურაცხყოფა, ეს არასწორი მოქმედება და ბჭობენ, რა ქნათ, როგორ ქნათ. ამ პერიოდში მოვიდა ერთი მეზობელი სოფლიდან, ჭიორიდან ერთი კაცი და უთხრათ, მე წავალო, მე გადმოვიტანო, როგორ შენ, როგორ მარტო, მეო შვილი შემომაკვდავო და ცოდვა რომ გამოვისყიდო, წავალაო მე მარტო და მე გადმოვიტანო და როგორ შემოაკვდა შვილი. გაუგზავნია შვილი საქონლის მოსადენად. ამ შვილს ცოტა შეღამებია, ცოტა გვიან რაღაცა დასულა მოსაძებნად, შვილის მოსაძებნად. ამ შვილს შეუმჩნევია, რომ რაღაცა ღამე, ვერაფერს ვერ ახედავს. შეუმჩნევია, რომ რაღაც მოძრაობს და დათვიარ იყოსო და შესულა ხეზე. ამასაც შეუმჩნევია, რომ ხეზე ვიღაცა თუ რაღაცა ადის. გადმოუღია თოფი უსვია და მოუკლავს შვილი, მისულა თავისი შვილი. და ამიტომ უნდა ამას წავიდეს მარტო, რომ გამოისყიდოს ეს ცოდვა. გადმოცემით ასია, რომ სამ დღეშიო თუ ვერ გადმოვედიო, ჩათვალეს რომ მკვდარი ვარო. ეკლესიაში ყოფილა ლოცვები და ასეთი დღესასწაული სვანეთში და შესული ეკლესიაში და მიუღია მონაწილეობა ყველაფერში და უცებ უნახია ესეთი კუთხე, რომ არ გამოჩნდება და მიმავლულ ამ ეკლესიაში, რომ ხალხიდან შეუმჩნეველი იყოს. დასაღამოვ და გამოვიდა ხალხი და დაკეტეს კარები გარედან. ეს არ მოეწონა, რა თქმა უნდა. რა ქნას ეხლა? ხატი იმხელა ყოფილა, რომ არ გამოდის ამ ფანჯრები, ძალიან პატარა აქვს ყველა ეკლესიას, რა თქმა უნდა და შეხვეწებია უფალს. იძრიგე თავიო და ლოცვილო თვადა, დავრჩებით აქაო, ჩვენაო, ვერ გავალთაო. და თითქოს მოიღუნა და გამოვიდა, გამოიტანა ეს ხატი
და გადმოვიდა მშვიდობით სოფელში. გასულა 3 დღე და დილით ლიჟლაჟზე გამთენიისას, სადაც ეკლესია იყო, შემოსულა იქა და დაუძახნია დიდება ბძანე მაცხოვარი მოაბძანეო. დიდება ბრძანე მაცხოვრისა წმინდა გიორგისა ზეთქალაქისა ჯვარიცმისა შეგეძიოსისა დალოსუს და ხვალა ეს დღესასწაული ჩვენთანა და ხვალა აღინიშნება. სადაც კი ღებელი ჭიორელი სახლობს, ღებსა და ჭიორელის გარეთ ყველგან აღნიშნავენ დღევანდელ დღეს. ონი, ქუთაისი, თბილისი, იქ პატარ-პატარა სოფლები, ნორიო, გამარჯვება, კისლაოცკი, ნალჯიგი, დიდი მოსახლეობა არის კისლაოცკსა და ნალჯიგში ღებელი და ჭიორელი და აღნიშნავენ ამ დიდებულ დღესასწაულს. დაილოცოს ეს ჩვენი სოფლის საამაყო დღესასწაული. აღნიშნე წეღანაც რომ არ არსებობს ღებელი სადმე ცხოვრობდესა და ეს დიდება ბძანე არ აღნიშნოს. დიდება ბძანე მაცხოვრისა წმინდა გიორგისა ზეთქალაქისა ჯვარცმისა შეგეწოს მისი მალი. დაილოცოს დიდება ბძანე. მრავალს დავსწრებოდეთ გახაზებული ღებიდან დაწყებული მთლიანი საქართველო. მე ჩემი სამშობლო ძალიან მიყვარს. ყოფილიყოს თავისუფალი და ქედუდრე კი ჩვენი საქართველო. გაუმარჯოს. ტერლაგეცალოთ. მოყვაზე მგიმგზავროთ.